მოგესალმებით, წარმოგიდგენთ პრეზენტაციას ქალაქ საგარეჯოს მიმდებარე არქეოლოგიურ ობიექტზე ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ. არქეოლოგიური ობიექტი მდებარეობდა ქალაქ საგარეჯოდან სამხრეთით, დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით. ექსპედიციამ შეისწავლა 10 ორმოსამარხი, რომელთა უმრავლესობა ქვაყრილიანია. ქვაყრილების დიამეტრი საშუალოდ 140 სანტიმეტრია და შედგება რიყის ქვისგან. სამარხთა უმეტესობაში ქვაყრილი ჩაქცეული იყო, რის გამოც ინვენტარის დიდი ნაწილი დაზიანებულია. სამარხების ქრონოლოგიური ჩარჩო ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეებს მოიცავს. ორმოსამარხთა ნაწილი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეებით და რკინის ფართო ათვისების ხანას მიეკუთვნება. ნაწილი კი ადრეაქემენიდური პერიოდის სამარხებია და ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის მიწურული მე-5 საუკუნით თარიღდება. ისინი ძირითადად დამხრობილია ჩრდილოეთ სამხრეთის ღერძზე. ორმოსამარხების უმეტესობა ინდივიდუალურია, სადაც დაკრძალულია ერთი მიცვალებული. დადასტურდა ასევე 2 კენოტაფი სახელობითი სამარხები. მიცვალებულთა ჩონჩხები ძალზე ცუდად, მხოლოდ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, რის გამოც ხშირ შემთხვევაში დაკრძალვის პოზის და დამხრობის საკითხვა ჭირს. თუმცა თავის ქალის მდებარეობის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი დაკრძალულნი არიან თავით ჩრდილოეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ხელფეხ მოხრილი. როგორც ჩანს, უმეტეს შემთხვევაში მიცვალებული დაუკრძალავთ ხის სარეცელზე. აღნიშნულ ფაქტზე მიგვითითებს ის გარემოება, რომ ჩონჩხის ძვლები ხშირ შემთხვევაში კერამიკულ ჭურჭელზე ზემოდან იყო დასვენებული. როგორც ჩანს, კერამიკული ჭურჭლის ნაწილი სარეცლის ქვეშ იყო შელაგებული. სამარხებში აღმოჩენილი კერამიკული ჭურჭლის რაოდენობა 5-დან 13-მდე მერყეობს. ძველი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნის სამარხებში კერამიკული ჭურჭლის გარდა აღმოჩენილია ბრინჯაოს ბოლოკვეთილი, თავდაფანჯრული მახვილი, ბრინჯაოს ხატისუღელი, იგივე საკისრე რგოლი. ასევე ამ პერიოდის სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ფირფიტის ფრაგმენტები, რომლებიც შესაძლოა ეკუთვნოდა სარტყელს ან შესაძლოა ტანსაცმლის მოსართავად ყოფილიყო გამოყენებული. ასევე ბრინჯაოს მასრაშეკრული შუბის პირები. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ბოლო, მე-5 საუკუნის სამარხებში დადასტურდა ბაფთისებური და ნახევარსფერული ფორმის ბრინჯაოს კილიტები. ისინი ტანსაცმლის მოსართავად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ასევე ამ პერიოდის სამარხებში აღმოჩნდა ნემსები, სარდიონის და პასის მძივები, ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა რკინის ისრის პირი. 2 სამარხში დადასტურდა რკინის დანა. ერთ-ერთ შემთხვევაში მიცვალებულს დანა ხელში ეჭირა.
ადრეაქემენიდური პერიოდის სამარხებში აღმოჩენილი კერამიკული ჭურჭელი გამომწვარია მოშავო მონაცრისფროდ, მოყავისფროდ და მოწითალო მოჩალისფროდ. გვხვდება სამეურნეო სამზარეულო დანიშნულების და სუფრისთვის განკუთვნილი კერამიკული ჭურჭელი. ესენი არიან დერგები, ქოთნები, კოჭობები, დოქები, ხელადები, ლანგრები. სამაროვანზე აღმოჩენილი დოქები და ხელადები პარალელებს პოულობენ მაგალითად სოფელ კავთისხევის ქასრანთ მიწების აქემენიდური პერიოდის სამაროვანზე, ასევე თრიალეთში სოფელ სანთის ძველი წელთაღრიცხვით მე-5-მე-4 საუკუნეები დათარიღებულ სამაროვანზე აღმოჩენილ დოქებთან. ერთ-ერთი გამორჩეული ფორმა იყო მოწითალო მოჩალისფროდ გამომწვარი ცილინდრულტანიანი თიხის ჭიქა, რომლის სიმაღლე 10 სანტიმეტრია. როგორც ჩანს, კერამიკული ჭურჭლის უმრავლესობა სპეციალურად სამარხში ჩატანების მიზნით ნაჩქარევად არის დამზადებული, რის გამოც მათი გამოწვა არასრულია, მათი კეცი კი ძალიან შლადია. ასეთი კერამიკული ჭურჭელი ბევრი იყო სამარხებში, რამდენიმე სამარხში დადასტურდა აღაპიც. ესაა ძირითადად წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ძვლები. მადლობთ ყურადღებისთვის, კითხვები. მოგწონებისთვის შემოსალები არის, რაც თქვენ წარმოადგენთ, რა მაინტერესებდა თქვენ თუ ჯერ ერთი კონკრეტულად რა ადგილზე არის ეს სამაროვანი, ან რა მშენებლობა მიმდინარეობდა, როგორ აღმოჩნდა ეს ისტორია თითქოს რა ვიცი მე ხარ გამომეპარა და არ მოვისმინე, ვერ მოვისმინე. მაინტერესებს მანდ კიაზო ფიცხელაურს გათხრილი აქვს მაგ პერიოდის სამაროვანი გამოქვეყნებულიც არის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომებში. აი იმასთან ხო არ აქვს მეთქი ტერიტორიულად რამე შეხება იმ სამაროვანთან, მაშინ რაღაცა მშენებლობასთან იყო დაკავშირებული. იქ ერთი ცნობილი სარტყელიც არის აღმოჩენილი და მახვილი არის კიდე ხმალი თუ რაღაცა რკინისა. რაც შეეხება ხო მშენებლობას, ეს აღმოჩნდა იქ ახლა აშენებენ საერთაშორისო მაგისტრალს, რომელიც უკავშირდება, უნდა დაუკავშირდეს აზერბაიჯანს და აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოვლინდა ეს სამაროვანი. ხო, რაც შეეხება კიაზო ფიცხელაურის გათხრილ სამაროვანს, თქვენ ალბათ კუსტაფას სამაროვანს გულისხმობთ, როგორც მახსოვს კუსტაფას სამაროვანი ერქვა, დაახლოებით ამ ტერიტორიაზე არის მიკვლეული საგარეჯოდან სამხრეთით, ჩვენ საგარეჯოდან სამხრეთით 2 კილომეტრის დაშორებით მუშაობდით, მაგრამ რამდენადაც არ ვიცით იმ კუსტაფა სამაროვნის კოორდინატები, ზუსტად იდენტიფიკაციას ვერ ვახერხებთ. ასევე იქ არის მხოლოდ მე-7 საუკუნეების სამარხები შესწავლილი ფიცხელაურის მიერ, როგორც ვიცი. და ჩვენ აქ გვაქვს ძირითადად ჩვენ გვქონდა აქ ადრეაქემენიდური პერიოდის სამარხები. შესაბამისად შემდეგი კვლევები სჭირდება ამას, რომ ეს იდენტიფიკაცია გავაკეთოთ. არის თუ არა ეს თქვათ კუსტაფა სამაროვნის ნაწილი. თუმცა ამ ეტაპზე ამაზე ვერ გიპასუხებთ კონკრეტულად, რამდენადაც სხვა პერიოდიც გვაქვს და სავარაუდოდ ფიცხელაურს ამ პერიოდის სამარხების უნდა მიეგნო წესით. კუსტაფა სამაროვნის ზუსტი მდებარეობა არ ვიცით, მაგრამ სამაგროდ ზუსტად ვიცით კუსტაფას ნამოსახლარის მდებარეობა და ხო, გასაგებია, ნამოსახლარი სადღაცას უნდა იყოს ახლო, თუმცა ამ ტერიტორიაზე მხოლოდ სამაროვანი. ხო, გასაგებია, ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ სამაროვნის ტერიტორიაზე ვიმუშავეთ და ნამოსახლარის კულტურული ფენები არ ყოფილა, ეს მხოლოდ სამაროვანი იყო, თუმცა რა თქმა უნდა იქ როგორც ჩანს დატვირთულია ეს არქეოლოგიურად ეს ტერიტორიები და უკვე შემდეგ კვლევებს საჭიროებს დანარჩენი ტერიტორია. მადლობთ. მადლობა, საინტერესო იყო. მაინტერესებს ბანკ მდგომარეობაში და კერამიკა შემოჩენილი და არქეოლოგიური მასალა ანალიზი თუ არის ჩატარებული, ან სამომავლოდ აპირებს თუ არის. დიახ, ჯერჯერობით არ ჩაგვიტარებია ეს ანალიზები, თუმცა აღებულია საანალიზო ნიმუშები.
და ვაპირებთ უკვე შემდგომ ამ სამაროვნის მეცნიერულ კვლევას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია და გამზადებული ასე ვთქვათ საანალიზო ნიმუშები და ვაპირებთ ამის ჩატარებას უკვე შემდგომ პერიოდში. ამ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ ჯერჯერობით, არ მოხერხდა, თუმცა რა თქმა უნდა ამას ვაპირებთ და ზოგადად ამ სამაროვნის ჩვენს მიერ შესწავლილი სამაროვნის მეცნიერული კვლევაც იგეგმება. ამჯერად წარმოგიდგენთ საართიჭალის ნაქალაქარზე ჩატარებული გადარჩენითი სადაზვერო არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიშის შესახებ პრეზენტაციას. ნაქალაქარი მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ საართიჭალიდან სამხრეთით 8 კილომეტრის დაშორებით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ნაქალაქარის შესახებ არ მოგვეპოვებოდა ინფორმაცია არც წერილობითი წყაროებიდან და არც სამეცნიერო ლიტერატურიდან. ძეგლზე არ იყო ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არქეოლოგიური ძეგლის კვლევას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სამეცნიერო თვალსაზრისით. მიმდინარე წელს ძეგლზე ჩატარდა ორი სახის სამუშაო, გადარჩენითი და სადაზვერო. არქეოლოგიური სამუშაოებით დამტკიცდა, რომ ძეგლი წარმოადგენს გვიანანტიკური ხანის ბოლო ადრეშუა საუკუნეების ნაქალაქარს. მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ნაქალაქარის სავარაუდო ცენტრი მოიცავს 7 ჰექტარამდე ტერიტორიას, ხოლო მის გარშემო საკმაოდ დიდ ფართობზე გაშლილია მასზე დაქვემდებარებული სასოფლო ტიპის დასახლებები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საართიჭალის ნაქალაქარი ერთ-ერთი განვითარებული ქალაქი უნდა ყოფილიყო იბერიის სამეფოში, როგორც გვიანანტიკური ხანის ბოლო, ისე ადრეშუა საუკუნეებში. სავარაუდოა, რომ იგი მდებარეობდა სავაჭრო გზაზე, რასაც უნდა გამოეწვია ნაქალაქარის ეკონომიკური განვითარება, შესაბამისად მისი საზღვრების გაფართოება გარკვეულ პერიოდში. ექსპედიციამ ნაწილობრივ შეისწავლა მნიშვნელოვანი ნაგებობები. ერთ-ერთი მათგანია მართკუთხა მოყვანილობის დარბაზული ტიპის ნაგებობის ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენდა დიდი კომპლექსის შემადგენელ ნაგებობას. იგი გადახურულია კრამიტით და სავარაუდოდ საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობას უნდა წარმოადგენდეს. ამ ნაგებობას ჰქონდა ასევე სხვადასხვა დანიშნულების მინაშენები, მათ შორის სამეურნეოც. ნაგებობა რამდენჯერმეა შეკეთებული და გადაკეთებული. კედლის წყობებში აღმოჩენილი ადრეშუა საუკუნეების კრამიტის ფრაგმენტები მოწმობს, რომ მისი გადაკეთება მოხდა ადრეშუა საუკუნეებში. როგორც ჩანს, ქვის კედლები გამოყენებული იყო ფუნდამენტად ალიზის კედლებისთვის. მათი სისქიდან გამომდინარე, ეს ქვის კედლების სისქე 0.9-1.1 მეტრია, სავარაუდოა, რომ ნაგებობა ორსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო. პრეპარაციისას აღმოჩნდა სამეურნეო სამზარეულო დანიშნულების და სუფრისთვის განკუთვნილი კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც გვიანანტიკური ხანის ბოლო ადრეშუა საუკუნეებს განეკუთვნებიან. კულტურულ ფენას კარგად ათარიღებს მოჩალისფროდ გამომწვარი ჩაფის და დოქის ყელის ფრაგმენტები, რომლებიც გაფორმებულია წიბოთი, მათი პარალელები მრავლად მოიძებნება ახალი წელთაღრიცხვის მე-4-მე-6 საუკუნეები დათარიღებული ძეგლებიდან. აქ ასევე აღმოჩნდა ბრტყელი გვერდებაკეცილი და ღარისებრი კრამიტები, ნაწილი მათგანი ორნამენტირებულია ტალღური ორნამენტით და შეღებილია წითელი წერნაკით. ნაქალაქარზე მდებარე შემაღლებული ბორცვის თხემზე გამოვლინდა კვადრატული ფორმის ნაგებობა, რომელიც სავარაუდოდ კოშკი უნდა იყოს. შიდა პერიმეტრის ზომებია 5-5 მეტრზე, კედლების სისქე 150-155 სანტიმეტრია. კოშკი 3 ან 4 სართულიანი უნდა ყოფილიყო და საყარაულო სადარაჯო ფუნქცია უნდა ჰქონოდა, რადგან აღნიშნული წერტილიდან კარგად ჩანს გარშემო ტერიტორიები. კოშკის გარშემო კარგად იკითხება სხვა ნაგებობათა კონტურებიც, როგორც ჩანს, ბორცვი მთლიანად ათვისებულია სხვადასხვა ნაგებობებით. მისი კედლები ალიზის აგურით იყო ნაშენი ქვის ფუნდამენტზე. ნაგებობის ინტერიერი ამოვსებული იყო ნახშირით.
რომელიც საკმაოდ სქელი ფენა იყო დაახლოებით 50 სანტიმეტრის სისქის, რომელიც დამწვარი სართულშორისი გადახურვის ხის კონსტრუქციებს უნდა ეკუთვნოდეს. კოშკი მშენებლობის ტექნიკიდან გამომდინარე აგებული ჩანს გვიანანტიკური ხანის ბოლო ადრე შუა საუკუნეების დასაწყისში. ამას მხარს უჭერს კოშკის გარშემო აღმოჩენილი კერამიკაც. თუმცა აქვე დასტურდება განვითარებული შუა საუკუნეების მოჭიქული ჯამის ფრაგმენტებიც. სავარაუდოდ აღნიშნულ პერიოდში კოშკი უკვე საცხოვრებლად არის გამოყენებული, მას შემდეგ რაც ნაქალაქარი კარგავს მნიშვნელობას და რიგით სასოფლო ტიპის დასახლებად ჩანს გადაქცეული. ნაქალაქარის ტერიტორიაზე დასტურდება ქვაყუთებიც, სამაროვანზე ჩვენს მიერ შესწავლილი ყველა ქვაყუთი დაზიანებული და გაძარცვულია. არც ერთ მათგანში ინვენტარი არ დადასტურებულა, რაც აძნელებს მათ დათარიღებას. შესაძლებელია ქვაყუთების გამართვა მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა ქალაქი კარგავს მნიშვნელობას და იგი სასოფლო ტიპის დასახლებად იქცევა, სავარაუდოდ განვითარებული შუა საუკუნეების დროს. სამაროვნის ტერიტორიაზე გამოვლინდა მართკუთხა მოყვანილობის ნაგებობის ნაწილი, რომელიც კრამიტით იყო გადახურული. იგი გვიანანტიკური ხანის ბოლო ადრე შუა საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. როგორც ჩანს, აღნიშნული ნაგებობა საზოგადოებრივი დანიშნულების უნდა ყოფილიყო. იგი დაზიანებულია მოგვიანო პერიოდში გამართული ქვაყუთების მიერ. მნიშვნელოვანი იყო ნაქალაქარზე დადასტურებული წყლის არხის არსებობაც, რაც ნიშნავს, რომ აქ გამართული იყო სასმელი და საკანალიზაციო სისტემა. აღნიშნული კი სხვა მრავალი ძეგლის მაგალითზე დაკავშირებულია აბანო აუზის და სასმელი წყლის სისტემებთან. აღნიშნული მოვლენა კი გვიანანტიკურ ადრე შუა საუკუნეების პერიოდში მხოლოდ ეკონომიკურად განვითარებული ქალაქებისთვის არის დამახასიათებელი. ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე ტექნიკის გამოყენებით გაჭრილი იყო თხრილი, რომლის გავლების შედეგად დაზიანდა კულტურული ფენები. დაზიანებული კულტურული ფენების რაობის და ქრონოლოგიის დასადგენად გაკეთდა ორი საძილსაძიებო თხრილი. თხრილებში დადასტურდა რიყის და ქვიშაქვის ნახევრადამუშავებული ქვით ნაგები დაზიანებული კედლები. ნაშალი ალიზის ნაშთები, ასევე გვიანანტიკური ხანის ბოლო ადრე შუა საუკუნეების მოწითალო მოჩალისებრად გამომწვარი კერამიკული ჭურჭლის და კრამიტის ფრაგმენტები. ძეგლზე აღმოჩენილია სხვადასხვა ზომის და ფორმის ბრტყელი გვერდებაკეცილი და ღარისებრი კრამიტები. უმეტესობა მათგანი კარგად არის გამომწვარი და განლექილი. მათი დიდი ნაწილი ორნამენტირებულია ტალღური ორნამენტით და ვერტიკალური ხაზებით. ზოგიერთ მათგანზე ვხვდებით ფართო ნაჭრევებს და სხვა. ნაწილი მათგანი შეღებილია წითელი წერნაკით. გვიანანტიკური ხანის კრამიტები იკრეფება მიწის ზედაპირზევე. როგორც ჩანს, კერამიკული ნაწარმის დამზადებაზე მაღალკვალიფიციური სახელოსნოები და ხელოსნები მუშაობდნენ. კერამიკულ ნაწარმზე დაკვირვებით ჩანს, რომ სხვადასხვა კერამიკული სახელოსნო ფუნქციონირებდა ნაქალაქარზე. აქ აღმოჩენილია სამეურნეო სამზარეულო და სუფრისთვის განკუთვნილი კერამიკული ჭურჭელი, უმრავლესობა მათგანი კარგადაა გამომწვარი და განლექილი. გამომწვარია მოჩალისფრო მოწითალო, ძირითადად ნაქალაქარზე აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი ძირითადად ახალი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეები თარიღდება, თუმცა მოსალოდნელია ადრეული ფენების გამოვლენაც უკვე შემდგომ ექსპედიციების დროს. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული კვლევების დაწყებით სამეცნიერო მიმოქცევაში შემოდის ინფორმაცია გვიანანტიკური ადრე შუა საუკუნეების ეპოქის აქამდე უცნობი არქეოლოგიური ძეგლის შესახებ, რომელიც პირველადი მონაცემებით გვიანანტიკურ და ადრე შუა საუკუნეებში ქართლის სამეფოს ერთ-ერთი განვითარებული ქალაქი უნდა ყოფილიყო. მადლობთ ყურადღებისთვის. ბატონოკობა, მადლობა, მე ამ ძეგლის არსებობის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი და ძალიან კარგია, რომ თქვენი ჯგუფი მუშაობდა თქვენი ექსპედიცია. რა მაინტერესებს
რა სამუშაოები მიმდინარეობდა, რატო არის გადათხრილია ეს არქია თუ რაღაცა, ვინ გააკეთა, რატო გააკეთა? ეს ერთი კითხვა. ჩვენს მიერ დაიგეგმა გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოები ზუსტად ამის გამო, რომ ადგილობრივების მიერ იყო ასე ვთქვათ, ნაქალაქარის ნაწილი გადათხრილი. როგორც ჩანს, ეძებდნენ მე-20 საუკუნეში ჩადებული წყლის მილებს. ასევე ამის გარდა, ამ თხრილის გარდა ეს ძეგლი პერმანენტულად ზიანდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, რადგან ინტენსიურად გამოიყენებოდა ეს ტერიტორია საქონლის გადასარეკად, მიყავთ ცხვარი, ძროხა და ასე შემდეგ. ხოლო ეს კულტურული ფენები პირდაპირ მიწის ზედაპირზე აქ არის სქელი ჰუმუსური ფენა, კორდოვანი ფენა და ასე შემდეგ. აი კორდოვანი ფენა პრაქტიკულად პირდაპირ კულტურულ ფენაზეა წამოსული, ჰუმუსური ფენის გარეშე და შესაბამისად ამათი სიარულიც ძალიან აზიანებდა ამ კულტურულ ფენებს და ნაგებობებს და დამატებით, რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივი მოსახლეობის ვანდალიზმი, ასე რომ ვთქვათ, ტრაქტორის გამოყენებით არის გაჭრილი პირდაპირ ეს დიდი თხრილი. რის გამოც ჩვენ გავაკეთეთ ეს საზეიმო თხრილები ამ დაზიანებული კულტურული ფენების შესასწავლად. და ამიტომ, ესე იგი, ამ პირველ ეტაპზე ჩვენს მიერ ჩატარდა გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოები, მაგრამ უკვე შემდგომ წლებში გეგმავთ ფართო ანუ გეგმავთ უკვე სამეცნიერო ხასიათი მიეცეს საექსპედიციას. მე აი თქვენ ძალიან თაგერაკ ძალება ბაკონ და კიდევ ერთი მომხსენებელი და ექსპერტის ხელმძღვანელი იქით დარბაში ზის არის როგორც ჩანს ეს სააგენტოს მიერ როგორც არქეოლოგიური ობიექტი დაფიქსირებული ადრინდელი და რატომ არ მიექცა ყურადღება როცა ესეთი რაღაცები ხდებოდა ეს თქვენ არ გეხებათ ორადორი ეს მეორე შემთხვევაა კახეთის ტერიტორიაზე, მებრინჯაოს ხანაზე და რკინის ხანაზე არ აქვს საუბარი ამ შემთხვევაში, არის ერთადერთი ძეგლი ხორანთა, რომელიც არის ძალიან დიდი ნაქალაქარი, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ის ახლა აი განათხარი, მე არ ვიცი ბატონი კიაზოს ექსპედიციის მიერ არის განათხარი, როგორც ჩანს, მე ჩამიყარეს ფოტოები, ვინც შემთხვევით იყო იქ ვაშლოვანში და აი, საშინელ მდგომარეობაშია, ესე არ შეიძლება არქეოლოგებს მაპატიოს იმაც უნდა, მიცოცხლები აღარ არიან, ასე არ შეიძლება დატოვება, მიტოვება განათხარი ფართობის. ზედაპირულად ყრია ეს ბაზები, აი იმ ნაქალაქის, ხორანთის ნაქალაქის. რა შეიძლება ახლა თქვენ ამბობთ და მეც გეთანხმებით, არის ნაქალაქარი, ამბობთ რომ 7 ჰექტარია, არა, დაახლოებით აქ არის აკვედუკი არის, ბუნებრივი ახლა, როდესაც ნაქალაქარზე ვსაუბრობ, ნაქალაქარს აქვს კიდე სხვა რაღაცა ისეთი დამახასიათებელი გალავანი უნდა კონდეს, მაგრამ ჯერ ხო, წინასწარულად რა თქმა უნდა ეს იმიტომ მხოლოდ დაზვერვითი და გადარჩენითი ხასიათის იყო, მაგრამ შემდგომ წლებში აუცილებლად მე ვფიქრობ რომ გამოჩნდება ეს დამატებითი კომპონენტები რაც ნაქალაქარს ახასიათებს ამ ეტაპზე ხო ეს წინასწარული დასკვნებია და წინასწარული დასკვნებით ასე ჩანს მაგრამ უკვე შემდგომი არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად ეს დადასტურდება თქვაც კიდე ბატონობა დავღალეთ როგორ ჩანს შემიკითხები თუ არის უფრო ადრეული იქ ზედაპირულად თუ იმ განათხარ თუ გადათხრილი და დაზიანებული კულტურული ფენებიდან უფრო ადრეული რაღაცა მასალა არქეოლოგიური მასალა რომელიც უფრო პრეისტორიულ ხანისკენ იმას იზამდა აი ამ ნაქალაქარა მეოთხე და მეექვსე საუკუნის როგორც ახლა უფრო ადრეული ისინი არ არის გვიანანტიკური ხანაზე ადრეული მასალა არ გვაქვს მაგრამ ეს არის ასე რომ ვთქვათ პირველი ფენის ნაგებობები რაც შევისწავლეთ თუმცა როგორც ჩანს ჯერჯერობით გრუნტი როგორც ესეთი საკმაოდ სიღრმეზე უნდა იყოს და არის შანსი და სავარაუდოდ იქნება კიდეც უფრო ადრეული ფენები. აი გულისხმობ შეიძლება ეს იყოს გვიან ელინისტური ხანის ბოლო, რომაული ხანის დასაწყისი. ეს მხოლოდ ვარაუდებია, ჯერჯერობით ამის დამადასტურებელი
მასალა არ გვაქვს. თუმცა ვარაუდობთ, რომ სავარაუდოდ მდებარეობის მიხედვით და ასე შემდეგ უნდა იყოს აქ უფრო ადრეული კულტურული ფენებიც. თუმცა ჯერჯერობით ეს არ გვიკვლევია, რადგან ძირითადად გადარჩენითი არქეოლოგიური ექსპედიცია იყო ეს. ხო, რაც შეეხება ახლა მეორე ნაწილს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს, რა თქმა ეს მთელი საქართველოსთვის პრობლემაა, შავი არქეოლოგია, დადიან, თხრიან და ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლები ნადგურდება. სამწუხაროდ, მაშინ ადგილზე უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გაფრთხილებული ეს რაღაცა პოლიციის ძალები ან რაღაცა, რომ ამას მიექცეს ყურადღება, სხვანაირად წარმოუდგენელია. და ამ ახალგაზრდებმა განსაკუთრებით, რა თქმა უნდა იაქტიურონ და ვიაქტიუროთ უფროსებმაც წინა რამდენიმე წლის წინათ რეგიონებში რაღაცა ინსპექციები ჩამოაყალიბეს თუ რაღაცა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ესენი და მონიტორინგი ასე ვთქვათ, რაღაც ეგეთი რაღაცა ჯგუფები, რომლებიც ვინც მე ვამბობ დუშეთის მაგალითზე 4-5 კაცი იყო, თავის მანქანა მიწეს, ხელფასები რაღაცა, მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა ამათ ის არ იცოდნენ. კარგი რაღაცა წამოწყება იყო, მე ისე თქვა მინდა. თუ ამ შემთხვევაში თქვენმა ექსპედიციამ ის წევრები, რომლებიც ახლა ამჟამად იყავით ამ ექსპედიციის წევრები და გათხრაში მიიღეთ მონაწილეობა და შემდგომშიც და უნდა გაგრძელდეს, მე აქ სხვა არაფრის თქმა არ მინდა, აუცილებელია თქვენ უნდა აქტიუროთ, რომ როგორც გარდაბნის რაიონს ეკუთვნის ეს ტერიტორია ნაკალაკებში, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში პირველ რიგში და მეორე კიდე სოფლის ხელმძღვანელობა. ის რაიმე ის რა თქმა უნდა ეს უნდა გააკეთოს ბრძანებით კულტურის მინისტრმა და სააგენტოს ხელმძღვანელობამ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმას დაანგრევენ და იმას იზამენ ისევე როგორც გაგრძელდება ეს. ეს რა თქმა უნდა ყველას ის არის რა გულისტკივილი თქვენიც, ჩვენიც და მთლიანად საქართველოსა როცა ეს არქეოლოგიური კულტურული მემკვიდრეობა ჩვენ სხვადასხვა ვეწვიეთ მათ და მათგან გქონდა ასეთი პირობა, რომ ისინი უწევენ მონიტორინგს ამ ძეგლს და ასე რომ ვთქვათ არქეოლოგიურ ძეგლებს. არ ვიცი რამდენად ინტენსიურად ახერხებენ ისინი ამას, ანუ ფაქტია რომ ასეთი რაღაცა გამოეპარათ. თუმცა ჩვენ მათთან გქონდა კონტაქტი და მათგან ასეთი დაპირება გვაქვს, რომ რაღაც გარკვეულ დონეზე მონიტორინგს აწარმოებენ. თუმცა შეუძლებელია ახლა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს ძეგლი ალბათ. მოხსენებებით რო წარსდგეთ ჩვენ წინაშე. კობა რა მაინტერესებს? თუ სწორად გავიგე. თქვენ საუბრობთ კერამიკასთან დაკავშირებით გამიჩნდა შეკითხვა. სხვადასხვა სახელოსნოები ჩაისო. და უფრო კრამიტზე ეხება მაგამბავი და მაგრამ ჭურჭელიც ავარ. ჭურჭელი. რას გულისხმობთ? აი რა სახელოსნოები მაშინ რაღაცა გარკვეული ტენდენცია უნდა იყოს და კი, ანუ ეს არის მაგალითად სხვადასხვა ზომის, ასევე სხვადასხვა კეცის მქონე კრამიტები, ანუ ეს არის დამზადებული სხვადასხვა თიხის კარიერიდან მოტანილი თიხით, როგორც ჩანს, და ასევე სხვადასხვა ტექნოლოგიით. სავარაუდოდ. ხო, ანუ ეს უნდა შემდეგი უკვე ანალიზების იმაზე, მაგრამ ემჩნევა კეთს და ასე კრამიტის ფორმებსაც. კარგი, ბატონო, იმედია მომავალში წამოგვაწევთ რაღაცა. ეს იყო მხოლოდ ასე ვთქვათ, პირველი ეტაპი, რომელიც უფრო აქცენტი გაკეთებული იყო გადარჩენით არქეოლოგიაზე, მაგრამ შემდგომებში უკვე ასე რომ ვთქვათ, სამეცნიერო მიმართულებით და იგივე რა თქმა უნდა არქეოლოგიური სამუშაოებიდან თვითონ იცით კი, ანუ ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის ნაქალაქარი, აი გაძეგლებული ტერიტორია რაც არის ჩვენს მიერ გაძეგლებული, ეს არის მხოლოდ 7 ჰექტარი და ეს არის როგორც ჩანს ქალაქის ცენტრი.
და ამის გარდა გარშემო ნაქალაქარს ეკლის უზარმაზარი ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო დასახლებების, რომელსაც რა თქმა უნდა ეხა 1 და 2 სახელოსნო არ ეყოფოდა. ეს კერამიკაზეც ემჩნევა. შესაბამისად შორს არ არის მადლობა თქვენ.